სალამი მეგობრებო, მე თაიფუნ დემირჯი ვარ. მეგობრებო, ყველას ახალდრეში გულითადი სალამი. პატივის სცემა და სიყვარული. დღეს მეგობრებო, მეორე ვიდეოში რა ლამაზად თოვდა, თქვი ნეტა ეს თოვლი დაიდოს. აქ ყველაფერი თეთრი იყოს. თოვლი ცოტა მოვიდა და ეხლა მზე გამოვიდა. ჰავა ცოტა უკეთესი გახდა, ალჰამდულილა, მაგრამ თოვლი რომ მოსულიყო, კარგი იქნებოდა. დღესაც კარლოსი უნდა გამომეყვანა, ხო გესმით? ვიფიქრეთ თქვენთვისაც ვიდეო გადამეხო. იცით სინამდვილეში რატომ მინდა კარლოსის გამოყვანა? კარლოსის რეაქცია ყველაზე მეტად ლეკვებზე მაინტერესებს. დას გააკეთებს, ამას ვნახავთ. მერე კარლოსის ბაბუასთან სოციალიზაციასაც ვეცდები. ეხლა ეს კარლოსი და ბაბუა ერთმანეთის მტრები არიან. სინამდვილეში კარლოს პრობლემა არ აქვს. ბაბუა მას ესხვის თავს, შენი ბაბუა ცოტა უჟმული და უხეში ბავშვია. ნეცები ჩელაჩვიოთ, არ ვიცი, შეეჩვევიან თუ არა. ცოტა ხანში ვნახავთ. იმედია ჩხუბისა და უსიამოვნების გარეშე ლამაზი ვიდეო გამოვა ჩემს ლომთან ერთად. კარლოს ბაბა, ვერც გებიცები, შენს გულისთვის ყველაფერს გავაკეთებ. ეხლა მას შემდეგ რაც კარლოსი აქ მოვიყვანე. ისე დამშვიდდა, ისეთი კარგი გახდა, ხმა აღარ ამოაქვს, აღარ ყებს. ბედნიერია, მშვიდადა, სულ თვალწინ ყავს, აქ არის. იქ მისი ადგილი ძალიან უკან იყო. სხვა ძარლებიდანაც შორს იყო. აქ რომ მოვიყვანე, უფრო ბედნიერი გახდა. ბატონური ბიჭი გახდა. ნახოთ თუ კარლოს დროთა განმავლობაში ასე ჭკუაზე მოვიყვანთ, კარგი იქნება. თორე ვერ ვიფიქრებ ეს ბიჭი სანტლამდე რომ მივიდეს რა მოხდება. ხო კარლოსო? იცის რო უყვართ, მართლა იცის რო უყვართ. რა მოხდა სუსლუ? პრინცესა, ჩვენთან ერთი თხოვნა მაქვს მეგობრებო. ერთი სიკეთე გააკეთეთ. არ გამიტეხოთ გული. თუ ამ ვიდეოს მოიწონებთ, გამოიწერთ არხს და კომენტარს დაწერთ. ძალიან გამიხარდება. თქვენი მოწონებები და კომენტარები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. არ გამიტეხოთ გული. მხარი დამიჭირეთ. და იცით რომ ჩვენი კატლგილაკი აქტიურია, თქვენ შეგიძლიათ დამეხმაროთ შვილებისთვის სუფრის გაშლაში და მათ მოვლაში. ქართულ წევრებისთვის მალე ექსკლუზიური ვიდეოები იქნება, მათთვის სპეციალური კონტენტი იქნება. იცოდეთ ეს და კატლის წევრებთან ვიდეოებსაც გავაზიარებ, მეგობრებო. ეხლა კარლოს ბაბა, შენ ცოტა მოიცადე შვილო. ეხლა მოდით მეგობრებო, ჩემთან ყველა ჩემი შვილები შეიკრიბნენ. ბავშვებო, რას აკეთებთ, ნახოთ. ჩემო ძილფაზებო, ნახეთ, ჩემი ჯესური როგორ გახდა, ჯესურ მეგობრებო, ალჰამდულილა, მართლა ალჰამდულილა. ეს ბიჭი ხო, ეს ბიჭი გვეჩვევა ჩვენ. ჩემი სიმპათიური ბიჭი. დასეინობს ალჰამდულილა, სრობით რა თქმა უნდა აკეთებენ. მაგრამ აი ეს ბაჭიები ფსიქოპატები არიან, ესენი ფსიქოპატები არიან. ჰაიდუთ რა შამ, ვიღაცამ კომენტარებში რაღაც დაწერა. დესტანზე უთქვას, კარგად მომატებულა წელაში. დესტანს უთქვამს, ალბათ შეჭმული თაგვი წაადგა, ძალიან გამაცინა, აქედანაც მიულოცავ. მოდი ჯერ ამ ჩვენ საჭმელს ვაჩვენოთ მეგობრებო. ჩვენი საჭმელი ჩვენს ბენს ბარტყებს 10-იანზე გამოვიდა. ნახეთ ერთსადეთ. დაიცადეთ ახალგაზრდებო, დაიცადეთ. შენ ნამტყუნარებო თქვენ. ახლა ხან ჩიტებიც გამოვკვებე, თხებიც გამოვკვებე, ისინიც ერთად ჭამენ საჭმელს, ჭამონ ჩვენმა ლომებმა რა. მაშალა თქვენზე. მოდი ამ საჭმელს ერთი დაანახე, მოდი. ულან კოლაჟენ თაიფუნ დემირჯი საქმეზეა, ნახე? ნახე ამას, მართლა გოეც გეფიცები, როგორ გამოუშვა წვენი. ამ კოლაჟენს ხედავ? ამ ცხიმს ხედავ? ამ ხორცის სილამაზეს ხედავ? მოიცა უკან. უკან. აი მოდი ამ პატარებს მიცეთ, ნახოთ. ბავშვებო, მოდით. აი. როკი შენც მოდი. კათაფშავს. ბავშვო, შენ ჭამე. ჭამეთ. ყოჩაღ ჩემო ლომო. მოდი, როკი ხარ, რა ხარ შენ შვილო? აიდე პატარავ, შენ რატო იკავებ თავს? აი ნახეთ, ქათამს გაატანეთ. ისავლეთ წინდებული ლუკმის ჭამა. თუ არ შეეჭამდა, თამაშობთ, თუ ყნოსავთ, სხვები წაგართმევენ და მშიერი დარჩებით. დაიგეთ, უნდა შეჭამოთ. ეხლა ეს დავხუროთ და კიდევ ერთხელ მაჩვენე, მაგრამ მოიცადე. როცა ამ საჭმელს გაჩვენებთ, მე სიმშვიდეს ვგზნობ. რამდენი დრეა ნორმალურად შვილებისთვის ქათმის ბულიოს ვერ ვაკეთებდი. გული მწყდებოდა, მაგრამ საღამომდე მჩებოდა ეგ. დრისიც სულ სხვა სიამოვნებაა. ეს რო ვაჩვენე, სიმშვიდეს ვგზნობ ძმაო. ამ ვიდეოში ჩვენ შვილებს ვაჭმევთ ძმაო. ულან მაზლუმ ბაბა. ამ მაზლუმს ერთი გადაიგე რა, მაზლუმი იქ დარჩა რა. ულან მაზლუმ. მაზლუმი გაუშვათ ერთი? მაზლუმი მოვიდეს, მაზლუმი. ანატოლიის ნამდვილი შვილი მოვიდეს. ჩვენს მაზლუმს წყალი გაუყინა. მაზლუმ, მოიცადე, კარს გაგიგებ. მოდი მაზლუმ, მოდი. გაგიგე შვილო, გაგიგე. მოიცადე ბიჭო, მოიცადე. დახურე.
კიდე ცოტაც იყო, იცი? დამავიწყდა როკი აქა. როკიცო ბიჭია ეხლა. სინამდვილეში არაფერსაც არ აკეთებენ, უბრალოდ ყნოსავენ აქედან. მაზლუმო. მაზლუმ, შენი ადგილი კარგი გამოვიდა, მართლა. მართლა კარგი ადგილი გამოგივიდა, ნახე. ქათმების მეფე ამიერიდან მაზლუმ ბაბა. დესტანი გადაიგე მალე. დესტანს შეხედე, დესტანს. როკი ცუდი მაგალითი მის ამათ როკი. აჩვენებს ამათ სად გახსნა ადგილები. ამის შემდეგ ყველა ცდილობს შევიდეს, მოდი გარეთ გავიდეთ. როკი ალბათ ძალიან შეგიყვარდა მაზლუმი. მოდი მაზლუმი გაათავისუფლეთ. კარგად არ გაუშვით ეს ვერცვალი. შეიძლება და ეჩხუბათ. დესტან ბაბა, ოლეი. სად არის ჩემი ლომი? დესტან, აიდუტი, სოფია. ჰელა? ნორა, მაშალა. ყველგან ძაღლებია. ეხლა სწრაფად გაგვასწარი. არა. დაიცადეთ ახალგაზრდებო, გაჩერდით. ერთი წუთით. ეხლა აბა, ჯერ ვის მოვეფერო. ეს დესტანი მიყვარდეს ერთი. დესტანი მოვიდეს, ნახოთ, დესტან. მაშალა, ჩემ შვიდს. დასაკეთებ, ბიჭო. ცუდი ბიჭი. დამაცადე, აიდუტი წამოვიყვანო შენთან. ბოდოს თქვენ კითხეთ. მიკროფონს ხარ შეეხე, შვილო, მოიცადე. მოიცადე, აიდუტ, ეხა ვერ აგიყვან. მიკროფონს ეხები. აიდუტი თუ დესტანიაო. კომენტარებში ძალიან დიდი კონკურენცია იყო, დარწმუნებული არ ვარ, ამიტომ ამ ვიდეოშიც ისევ გეკითხებით. თქვენი აზრით მომავლის ლეგენდა. დესტანი იქნება. თუ იქნება აიდუტი, მეგობრებო. აიდუტს ეხლა ესე ავიღებ. აიდუტი. მაშალა თქვენ ბიჭებო. მაშალა ჩემ ლომებს. მოусმინე როკი. როკი ნორაზია შეყვარებული. ნორა, მოდი. ჯესურ, მოდი. სინამდვილეში ჯესურ. კარლოს გამოვიყვან შვილო. მოდი ცოტა ხნით შეკეტავ, ხო? ჩემი ჯესური. ცოტა შეკეტავ, რომ კარლოსმა გაიაროს. მე ისევ გაგიშო შვილო. ეხა დედასაც გამოვიყვან, დედა შეიძლება ცესურს დაესხას. ცესურ, მოდი. მოდი ბაშა, მოდი. მაგრამ მოიცადე, ტალახში არ დაწვე. ბისმილლა. მოდი ვნახოთ შვილო. დაიცადეთ ახალგაზრდებო, დაიცადეთ. ცნობის მოყარეები. ცესულ მოდი აქ შვილო. გადადი ვაჟკაცო. ბაბუაც რო გამოუშვათ. ბაბუ ამას დაესხმება თავს. ნატაშასა და ფისტუქ შორის ჭუბი იყო? დიახ. არა. ნატაშა. ნელა ითამაშეთ. ძაღლებო რა ხდება? პირველ რიგში ბაბუას გამოუშვებთ. კარლოსი აქ არის და ბაბუას როგორ გამოუშვებთ? მაგრამ ლეკვებს როგორ გავაცნობთ, მოდი. კარგი, ბაჭიებს კარლოსით გავაცნობთ. ამის შემდეგ ამ საქმე პრობლემაში ჩაგვაგდო. კარლოს ბაბა, მზად ხარ? ლამაზო ბიჭო. იმედია კარლოსი ბატკებს არ დაესხვება, მეგობრებო. დაველოდოთ, ნახოთ. ბისმილლაჰირ-რაჰმანირ-რაჰიმ. ცდით ერთხელ მართლა ძალიან სარიშკო იქნება. კიდე როკიც არის. ერთი წუთით. დაიცადე ალექს, დამშვიდი ალექს, კარგი. როკი არა კაცო. ამჟამად ძალიან ნერვიულობ, ერთი წუთით. დაიცადე, ნახე როგორ თამაშობს. ძალიან ნერვიულობ, ძალიან. დაიცადე. როკი იყავი ჭკვიანი, დაიცადე. ერთი წუთი დესტანი უყვარდა კარლოსთან როგორ თამაშობს. გათელე დესტანი, გიჟო. ნორმალურად ითამაშეთ? მოდი აქ, მოდი. კარლოს ბაბა ისევ ფორმაშია. ერთი წუთი. კარგი ბიჭებო. კარლოს მამას თამაშები ძალიან სასაცილოა ძმაო. ზუსტად ისე თამაშობს ძაღლებთან, თითქოს ბურთით თამაშობდეს. მოდი. ნორა ალბათ ხურაობაში ხარ შედის, რა შჭის? ნეტა ხურაობაში შევიდეს. კარლოს ბაბასთან ერთად გადავიდეთ თავს, იცით? მოდი კარლოს. ძმაო, როკს რამე არ დაუშავოს უბრალოდ. ცოტა როკის მეშინია. ერთი წუთით მოდი აქ. მოდით ახალგაზრდებო, მოდი. დესტანი როგორ უყვარდა კარლოსი. დესტან. კარლოს ძმასთან კარგად შეეცხე. რომ გაიზდები, ტყეში წაგიყვანთ. კარგი? რომ გაიზდები, ტყეში წაგიყვანთ. კარლოს მამაც მართლა მეგობრებო, ნამდვილი შხამიანი ძაღლია.
შეხედეთ რა სილამაზეა. მოიცადე. არ შეგეშინდეთ თქვენთან თამაშობს. კარგი. ყველა გაგიჟდა. კარლოსი ეზოში გავიდა? სამყარო ინგრევა. მარტო არ ბადობა ღმერთს. ლეკვებს შეეწყო, ნახე, ხედავ? ბატკრ ზიანი არ მიატენა. რა ხილსეული ძაღლია ჩვენი კარლოსი. დაიცადეთ ახალგაზრდებო. კარლოსი თქვენი უფროსია. ვინც მას ხედავს გარბის. ვინც კარლოს ხედავს გარბის. კარგი აპოლო, ნუ ყვირი შვილო. დამშვიდი. ო, სკაი შეხედე როგორ ჩაეჭიდა. ფსიქოპატი სკაი, ისე ყველაფერი არია შვილო. ჭკვიანად იყავი. არა. დაიცადე შვილო. აპოლო გაგიჟდა. კარლოსი ახლა ბარტყებთან ერთად ვნახეთ, კარგი? კარლოსი ოლიესში შევიყვანოთ. შემდეგ ბაბუა გაუშვათ. ბაბუა როკის რამეს ეტყვის? იმედი არ ეტყვის. ყვის. მოდი კარლოს. მოდი ჩემალომო, მოდი. სვათაშორის საფრთხე ჯერ არ გადაუვლია. ინშალა. უცებ რომ წაიჭრას არაფერს იზამს, მაგრამ კარლოსი მართლა დამყოლი ძაღლია, ძმაო. დამყოლი ძაღლია, დამყოლი. მოდი ცოტა შევახოთ. ნახე. კარგი არა. იცადე შვილო. იცადე შვილო, მოდი. დამშვიდი. გაჩერდი კარლოს, გაჩერდი, დამშვიდი შვილო. ძმაო, საშინლად გაგიჟდნენ. გაჩერდი. კარგი. კარგი. მოდი კარლოს, მოდი. მოდი კარლოს, მოდი, კარგი, დამშვიდი. არა, გოგო. ეხლა ერთი წუთი ძმაო, ერთი წუთი. კარლოსის ძედმედად არ აუგელოთ. არა ინერვიულოს და არასწორი ქმედებები არ გააკეთოს. ეხლა კარლოს ისევ მის გალიაში დავაბრუნებთ. ლეკვებთან ერთად ცდა კარგი იყო. ალექს, შენც გვერდით გახარ, ხო იცი? შენც ეს მითავს, ხო იცი? გაჩერდი. გადადი შვილო. გადადი ფაშა, კარგი. კარლოსი ეხლა იქ დარჩეს, ძმაო. ხო, წადეთ ნახოთ ლეკვებს რამეს ეტყვის თუ არა. მერე პრობლემები არ შეგვექნას. თავი ამტივდა უკვე. ყველა ეთათხებს, ხო იცი? ეხლა ბაბუას და გეჯეს გაუშვებთ. კარგი. ბაბუას და გეჯეს გაუშვებთ. მოდი მათთან წავიდეთ. თქვენ სამიდეოს ერთი ლაიქი დააჭირეთ. მხარი დაუჭირეთ. ბაბუა და გეჯე აფრინდნენ, ძმაო. აფრინდნენ. ტყვიასავით არიან ესენი. ტყვიასავით. მაშალა ჩემს ლომებს რა. ბაბუ, მოდი ბაბუ. ბაბუ, სულ ტაზიმით გახდი რა. ბაბუ ცოტა გამხდარია მეგობრებო. ვერ გავიგე რატომ მოხდა ასე. ალბათ იმიტომ რომ დავხურეთ. სტრესი მიიღო. თორე ჭამასმა მადა კარგი აქვს. მაგრამ რა ვქნა ძმაო, თავს ესხმის. იმიტომ რომ თავს ესხმის. დამჭირდა დამეხურა ექსელკი. ადამიანი უთრო იქცეოდეს, რატო დავხურავდი მას? დედემეს შეხედე, დედემეს. რა ხდება იქ ლინდა? ვერფად აქტიოლოს როგი ახლა მას ვიტყვი? ტოუბე, იარესულია. მოდი აქ. ლინდაზეც კი არ დააცქედი, არა მზადა როკი. მოდი აქ. მოდი. ეხლა ხედავ როკის, ეს ნამდვილი თავის ტკივილია, კაცო. გეჯე, სად ხარ გოგო? გეჯე. მოდი გეჯე, მოდი მსუქანა გეჯე. ეხლა გაუშვით გეჯე. ასე ირბინოს აქეთ-იქით შეეჩვიოსო და იმედია ბაბუასთან პრობლემა არ შეგვექმნება, ძმაო. ბაბუა, მოდი. ერთი წუთით რა. ლინდა ღორძნავს. ბაბუაც თითქოს მასთან დაახლოებას ცდილობს, ესე მომიჩვენა. მოიცადე ოღონდ ბაბუამ და როკი მარიჩხუბოთ. მოდი. მოდი შვილო, მოდი. როკი, აგარ უნდა ხო ის, კარგი? აუ, ძმაო, ლინდა მძუნავს. ჯუნაობა ეწყება, ბაბუაც ცდილობს მასთან შეწყვილებას. აქ უკანა ეზოში ხარ, თავისუფალი მამრი ძაღლი არ არის. ამიტომ ვერ შევამჩნიეთ. არა, როკი. მოდი. როკი, ეხა გალიაში ჩაგსვამ, კარგი ბიჭო. იმიტომ რომ თუ კარლოსი და დედე იჩხუბებენ და შენ ჩაერევი, არ გამოვა. დედე, მოდი. დედე ეხა ჩვენ სიტყვას აღარ მოусმეს. კაცს ხო გაუშვით. სარბენად ენერგიას დახარჯავს. მოდი. ეხლა ისევ გამოვიყვანოთ კარლოს ბაბუა, ძმაო. ამ აპოლოს გამოუშვა ერთხელ. მაგრამ თუ ლინდა გაბრაზდება, იჩხუბებენ, არ გამორგამოვა. მოდი.
აი, ყველა ძანს განსხვავებული ხასიათი აქვს. ზოგი თავსებადია, ზოგი არა. ყველას უნდა ადევნო თვალი, ამის მიხედვით უნდა გაუშვა ისინი. ხანდახან ჭუბიც ხდება, ესეც ხდება, ისიც ხდება. აი, იქ მაგალითად ჩემი უყურადღებობის გამო მოხდა. მაზლუმი შეიძლება არაფერს აკეთებდეს. როკისგან კი არაფერს გამორიცხავ ახლა. მაზლუმის გაბრაზება საშიშია, ნორა. მაშალა შენ გოგო. ღმერთის ნებით, ნორასა და კარლოს თუ ჩავეხუტებით, მერე მათ შვილებსაც ჩავეხუტებით. ძალიან მაგარი იქნება, ძმაო. მართლა მოუთმენლად ველოდები ამას. მოდი ახალგაზრდებო, ისინი უკვე კარგად შეეჩვინე, შეშედე აქ. ამ ლეკვის სახე ძალიან სასაცილოა, აი ის უკან დგომი, ეს პატარა ძალიან მიყვარს მე. ამას სახელს ვარქებო პაშა, პაშა. პაშა. როგორ ხარ, ლომო? მოდი აქ. მოდი ბაბუა. ეხლა კარლოს კიდევ ერთხელ გამოვიყვანთ. იმედია პრობლემა არ შეგვექმნება. როკი, შენ ჩემი შვილი ხარ. დავხუროთ 2 წუთით. იმასაც დავხურა, ვიკვირებს და იხმაურებს. დაიცადე, ალბათ არ ჩაერევა. ეხლა კარლოსი ძიტბის ხუმრობთ. რატო ჩასვით, რატო გამოიტანეთ? ამას გოუნება ეხლა. ერთი წუთი კარგი. კარგი, პისტიკი არა. პისტიკი როგორ გერბის კარლოს? პისტიკი გაიკეცი. პისტიკი შეჭემა. გაჩერდი, არა, არ მიხვდი ახლოს. როკი, ჭკვიანად იყავი, გაჩერდი. არა, ნადაშა, გაანებე პისტიკს თავი. გაანებე, ნახო თვითონ რას იზამს. მოდი კარლოს გააგზელე. ძმაო, მგონი ნორა გაბრაზებულია. ნეტავ ასე იყოს. დაიცადე, მოდი. ძმაო, ლინდა ხურავს. ბაბუა ჯერ კიდევ მის გვერდით დადის. დაიცადეთ ერთი. კარგი, დამშვიდით. კარლოსის გასეირნებაც აღარავის შეუძლია. საოცრად ძლიერია ეგ ბიჭი. ერთი წუთით ახლა. ბაბუა, მოდი. ბაბუა, მოდი ბაბუა. დაისონ ბაბაც გამოუში. იზადო არ მოდის, ვერ ხვდები. ერთი წუთი შვილო, ერთი წუთი. მართლა ძალა აღარ ყოფნის. მოდი. მოდი კარლოს. ეხა ბაბუაც აქ არის, მეგობრებო. ღმერთ მაქნას არაფერი თქვას. არა ძმაო, არა, თვალი მასზეა. ხედავ? თვალი მასზეა. სინამდვილეში როცა ახურებულია, მიახლოებაც კი საშიშია. ბაბუას ეხლა საერთოდ ვერ დავასოციალებთ მგონი. რას ვიზამთ? ჰეი! დედე. უსინდისო. ნახე ნორა უგბინა, ხო? ხედავ ამ დედეს. ფსიქოპატი რაღაცა. მართლა ფსიქოპატი რაღაცა. როგორ დაიჭირა ის, ა? მართლა ნორას ძალიან ცუდად უყურებდა, მეგობრებო. ძმაო, აი ნახე როგორ გაუშვებ, დუ ძაგოზე თავს ესხმის. კარლოს არ მიეკარო. კარლოს იგივეს გაგიკეთებს, ნახე? ეხლა ლინდა გაბრაზდა, ხო? ძალიან ცუდად მიითვისა, ძმაო. ძალიან ცუდად მიითვისა, ასე უბრალოდ არა. ხოლოდ ლინდასთან არ დააგენოს სვილი, მოიცადე. ლინდა, კარგად ხარ, შვილო? ერთი წუთი. დამშვიდი. ერთი წუთი, ძმაო. მოდი კიდევ ერთხელ შუაში დადექი. ესა ბაბუა ეხლა ხანს გამოვიდა, მეგობრებო. სრულიად ფხიზლადაა, ძმაო, ძიებაშია. ის ცდილობს რაიონში თავისი ლიდერობა და ავტორიტეტი დაამყაროს. აიგეთ? ხო, კარლოსიც კი არ აინტერესებდა. სხვა შემთხვევაში იმ გიჟს კარლოსზე მიეტაკებოდა, იმიტომ რომ ფრთხილად. ერთი წუთი. ბაბუასაც უფრთხილდები? უკნიდან. ეხა დობერმანებს ესეთი ჩვევა აქვთ, კბენენ და გარბიან. ხო, ამ ხრივ ცოტა არასტაბილურები არიან. ნორას რა გაუკეთა, ნახეთ? ბაბის მეშინია, ნახე, კარლოს ბაბუა დაინახა. ეხლა მიდის, მაგრამ ბაბუას ყურადღებასაც არ აქცევს. ანუ ეს რას ნიშნავს? ალბათ შევძლებთ მათ შეთანხმება, ძმაო. დაიცადე მარას, კარგი. კარგი, დამშვიდი. დამშვიდი. მაშალა კარლოს. მაგრამ კარლოსი მასე ჩაიციკლა, ძმაო. კარლოსი თითქოს ბაბუა შეიძლება დაესხას თავს, ასე მგონია. ნახე როგორ მიდის. ჰეი, ნახე, დაინახე. არა, კარგი. არა, ბიჭო, არა. არა, კარლოსი უნდა გადახტეს, ძმაო, კარლოსი უნდა გადახტეს. ვეც მადლობა, კარგად ვაკონტროლებდი და პრობლემა არ შექმნია. კარლოს ბაბაში რა ქარიზმაა, ხო? მაშალა ჩემ შვილს. დაიცადე, ძმაო, ეს ახლავე უნდა დავკეტო.
ბაბუასგან ველოდი, მაგრამ კარლოსმა შეტევა წამოიწყო. ეს საქმე პრობლემას შეგვიქრის. კარლოს ალბათ არ მოეწონა, რომ ბაბუა იქ შეტევაზე გადავიდა. გაბრაზდა. ეხა ბაბუა კარლოსის გალიაში ლეკვები შევიდნენ, ხო? მოიცადე, შვილო, მოიცადე, არა. ერთი წუთით, ეხლა არ უნდა აურიოთ სიტუაცია. კავი. ერთი წუთით, შვილო, გამოდით იქიდან ცოტა. არ შეხვიდე, მამიკო, არ შეხვიდე კარლოსის გალიაში. გარეთ. გარეთ. ერთი წუთით, კარლოს, მოდი. ეხლა ძმაო. კარლოსი წავიყვანოთ. ჩხუბი დაიწყება. კარლოსი ბაბუას გავს, ძმაო. ბაბუას რა ცოტა ხნის წინ გააკეთა კარლოსმა, აი ზუსტად იგივე გააკეთა. გავაკეთე იქაც, მაგრამ არაფერი გამოვიდა, ვერ დაიჭირა, მეც მადლობა. უბრალოდ ჩვენი ლინდა უნდა დავიცოთ. თუ ბაბუა ლინდასთან დაწგულდება, ეხლა ძალიან დიდ პრობლემას შევიქმნით. მოიცადე ნორა, მოდი. ნორა, შენთან რამე არის შვილო? ბაბუამ კბილი გადმოაგდო, ხო ეხლა ხან? ერთი წუთი. არაფერია, ძმაო, არაფერია. არაფერია. კბილი აჩაჭიდებია, მადლობა მეც. ბაბუა, გეულები ძმაო, ფსიქოპატია, ვერ გაიგებ რას გააკეთებს. ეხლა მეგობრებო, მანქანიდან ერთი პური ავირე. თუ მკითხავთ, რატომ ავიდე პური? ბაჭიების საჭმელს უნდა მოუმზადოთ. მოდი აქ, მოდი. მოდი, ტონი წაიღე. ტონი პუს ხორჭავს. ქალბატონი ქათამ შეჭამს. პურით იკვებება ის ოდესმე. ჩვენები ფუფუნებას შეეჩვენენ. ბაბუას შეხედე, ბაბუას. წაიღე. არც ჭამს, პირიდან უკან აფურთხებს. კაპლანი აიღე. ნორა. მოიტანე შვილო პური. მოდი. შეიკრიბე. ეხლა ბაბუასა და კარლოს შორის შერიგება ძმაო სამწუხაროდ არ გამოვიდა. ნახეთ, კარლოსმა შეუტია. საერთოდ არ ვეცდები. ეხლა გარეთ ხალხია, ხო ხედავთ. რა მოხდება ამჯერად? ლინდა. წაიყვანე. ამჯერად იჩხუბებენ, არეულობა ატყდება. ვიფიქრე საერთოდ არ ჩავრეულიყავით მეთქი. დაიგეთ. ლეკვები და ეგეთი რამ არ უნდა ყავდეთ. ბაბუა, მადლობა გმეც, კარლოსთან კარგად ეწყობოდა, მაგრამ კარლოსი გაბრაზდა. სკაიბაბაც იქიდან თვალებში მიხურებდა, ამას სკაის მიიწე. დაიცადე. სკაი, დაიჭიდე შვილო ეგ. არა, ბაბა. ბაბა, ცოტა ხნის წინ შეჯვარებას ცდილობდი, ეხლა კი ლინდას პირში ასებულ პურს უყურებ, ებუსინდისო. პაპა, როგორც გინდა ისე იქცევი. ფიცით გეუბნები, პაპა, როგორც გინდა ისე იქცევი. ეხლა ხო იცი, ჩვენ შვილებს ქათმის ბულიონი გაუკეთ. კარგი, ლინდა, მოგცემ, შვილო, მოგცემ. პურიც არ იქნება, მამა ქათამს მოგცემ თქვენ. კარგი, დაიცადე, ლამაზო, დაიცადე. ქათამი სავსეა ცილებით. ცოტა ნაფში წყალიც უნდა დაუმატოთ, რომ ცხიმი დააგროვონ ცხოველებმა. წონაში მოიმატონ. ხოლო ცილით ისევ გაასუქებ, თუ მეც მისცემ. ხო, პურსაც ვამატებ, დაიკიდე. მეტი იყოს. კალორიული მიცეთ ჩვენი საჭმელი, რომ ცხოველები გასუქდნენ, მეგობრებო. მოდი ნახეთ. სუსლუ, ალბათ ძალიან მოგეწონა პური. დაიცადეთ, ახალგაზრდებო, დაიცადეთ. როკი როდის შევიდა იქ, ა? როკი, ბებრის შიშიდან გამოიქცა. მოდი. არა, მოიცადე შვილო. ჰინ. ნორაც მოვიდა, აბა, წარმატებები. ხებიც ეხა პურის სულს იგზობენ და მოვლენ, ა? მოდი, ჩვენ გელოდებით, მოდი. მოდი შეიკრიბე. ნახე, ბონჯუკ შეხედე. ბონჯუკ, პარკისთვის მოხვედი თუ პურისთვის, შვილო? ჰა? პარკში მოხვედი თუ პურზე, პაშა, მოიცადე. ახლავე ძმაო. მოდი ეს ჩვენ გამოვიტანოთ. ჩვენი თხები ისე ჩვენთან მოვიდნენ. თხა თუ ძაღლი. ვერ გაიგებ ღმერთმა. აირე ბონჯუკ, აირე პურს მოგცემ, ჭამე. მოიცადე გოგო, მოიცადე. პარკს თუ ჭამ. მოდი გოგო, აიგე პურს გაძლევ შვილო. ბონჯუკის პურის ჭამა აქედან გადაირე ერთი. ფაშა სულ სასაცილოდ ჭამს პურს. აირე ბონჯუკ. წაირე შვილო. ჯერ კიდევ პირში აქვს საჭმელი. დაიცადე, აიგე ნურა. აირე. წაირე. ეხლა ძმაო. სულ 10 კილო ტყავი გვაქვს. 3-4 კილოც კარკასი დავამატეთ, ხო ასეა? თუ ამასაც კიდე 5-10 პური დავამატოთ. ჩვენს ლეკვებს. სავსებით საკმარისია. ბონჯუკსაც ეყოფა, ბონჯუკსაც. შეხედე როგორ ჭამს პურს ბონჯუკი. ბონჯუკი ძალიან სასაცილოა რა. ამ ბოროტს ძალიან უყვარვარ ძმაო. თუ ღმერთმა ინება, მალე ბონჯუკის ბაჭიებსაც ვეფერებით.
ჩვენი კარამელი გოგო ორსულადაა, ნახე. მუცელი გაეზარდა. აი იმ თეთრებს შორის ამას მუცელი გაეზარდა. ხოლო დანარჩენები ახლახან დაწყვილდნენ, მათიც გაეზრდებათ მუცელი. თხები ისედაც 5 თვეში შობენ. ინშალლა, მალე ნელ-ნელა თიკნები გვეყოლება. ფიცით. მაშინ ძალიან ბედნიერი ვიქნები. ყოველთვის ნეკვები უნდა გვიყვარდეს. ცოტა ესენიც გამრავლდნენ. ხოსია ბონჯუკ, პამუკი მოვიდა, პამუკ აიგე. პამუკ. ესენი ქვემოთ უკვე პური დაიტაცეს. ეხა მოდი ეს ყველაფერი ერთად ჩავყარო ძმაო. მოიცადე ბონჯუკ. პარკი ძის დავარდა. ერთი წუთი. კარგი ძმაო, ბონჯუკი სულპულებს იპარავს, ეხა გამაგიჟებს უკვე. დაიცადე ბონჯუკ, დაიცადე. დაიცადე ძმაო, ეს აქედან ავიღო. ბონჯუკმა პური არ დატოვა შიგნით. არც ჭამს, უბრალოდ აფანტავს კიდე. საშინელი მხარეისა. ეხა ძმაო, ჩვენს პურებს კარგად აურევს წყალში. კარგი? შენი პურები ისედაც ძველი არ არის, ახალია. რბილებია. წყალს კარგად შეიწოს. ამის შემდეგ ჩვენ შვილებს ჯანმრთელობა მოუტანოს. ისედაც ამ ლეკვებზე მეცაც ეყოფა. საკმაოდ ბევრი საჭმელია. ბავშვებს მივცემთ. 100-ია გოგოს მივცემთ. როკის მივცემთ. სხვა დიდძაღლებს საჭმელს საღამოს მივცემთ. ყველას ეყოფა მეთისნებით. ეხა კარგად აურევ ამას. საჭმელი კარგად აურიე ძმაო. გადაირეს კარგად. შეხედე ამას. ვერტმანი ხედავ. ეს რო შეჭამოს ცხოველმა, ავად დარჩება მითხარი ერთი. სიცოცხლე გაუგრძელდება, სიცოცხლე. მაშალა. თაიფუნ ბაბა აკეთებს ამ სპორტს, ხო? ფიცით გეუბნები აკეთებს ზმაო, მართლა. ჰაერი ცივია. ასე ზეთიანი. ჩვენი შვილები ცხოვრიან. ეს წამალივით მოგიხდება. მაშალა, შეხედე ამას. ეს ამოდი ძმაო. პირველ რიგში ფისტიკის ლეკვებს მივცეთ. ყველა კარტან ჩამწკრივებულა. რა მოშიებულ ხართ ახალგაზრდებო? ჰა? ქვენ მოშიებულ ხართ. დაიცადეთ ცოტა. ერთმანეთის მიყოლებით, კარგი. გადადი დედე წინ, გადადი, სწრაფად. არა დედე. დედე ხელს კმენდა გიჟია. დაიცადე. ერთი წუთით ახალგაზრდებო. მიყვალხართ, ნუჩქაროთ. ყველასთვის საკმარისი საჭმელი გვაქვს. შეხედეთ აქ. ღმერთო ჩემო, ყველა ჩემს თვალებში მიყურებს. ხედავ? ჩემს საყვარელო, მოიცადე. ფისტიკის ლეკვებმა აქ ყველაფერი კარგად დააბინძურეთ, გოგო. აიღე ფრთხილად. სწრაფად ჩავდე, ხო იცი? ჭამე ჩემო ლომებო, ჭამე. ჯანმრთელობა მოუტანოთ ჩემს ბავშვებს. ხედავ ამას. ასე უყურებ ამას. ვეძგებიცები სიმშვიდეს პოულობ ძმაო. აბა როგორ არ ვიპოვო? თოლსა და ყინოში. სილობ ჩვენი შვილებისთვის. სიცივესაც არ უყურებთ, ეხა ტემპერატურა -1-ია, მაგრამ რას ვიზამთ? ბავშვები ხო ხედავ, ყველა თვალებში მიყურებს, ყველა მშიერია, მოშიებიათ. კარგი ახალგაზრდებო, რიგრიგობით. მოიცადე, სუსლუ, მოიცადე. სუსლუ, შენც გინდა მაგიდან? კარგი, მოგცემ გოგო, შენც პირდები. ეხა ვინ არის რიგში? ძმაო, საკმაოდ ბევრი ძაღლი აქვს. ეხა რომელს მივცემ ჩვენ? სწრაფად შევიდეთ. არა, სკაი. ეხა ესეც ასე კარგად შევავსო, ძმაო. კარგადა. აი ეს. და ეხა ეს როგორ მივაწოდოთ მათ, არ ვიცი. ყველა თავისუფალია, ხო იცი? მოდი ვნახოთ, რაც შეგვიძლია. შევაგროვოთ. შემდეგ ჯამს ავამატებთ. მოიცადეთ ახალგაზრდებო, მოიცადე. მოიცადე შვილო. მოიცადე, არა. ეხლა გაჩერდი. გადი ბეიბი, შენც მოდი. ეს გალია რაც შეიძლება მალე უნდა გადავიტანოთ, დიდებიც მოდიან. ერთი წუთით ახალგაზრდებო, ერთი წუთით. სუსლუ შენ არ მოხვიდე, სუსლუ არა. სუსლუ, გარეთ. სუსლუ მოდი. ძმაო, სუსლუც მოდი, ძმაო. ეს ყველაფერი შევაგროვეთ. არა, გადი. გადი გარეთ. გადი. ერთი წუთით, კარგი ბიჭო, თქვენ ყველანი იქიდან ჭამეთ, მე კარს დავხურო. დაიცადე ერთი. ძმაო, ეს ვერ შევიდა, მოდი პატარავ, მოდი. არ გაიქცე, მოდი. ესენიც კი ზოგჯერ ისევ მემალებია. კარგი, ეხა ყველა იქ ჭამს. მაშალა ბავშვებს. შეგერგოთ ჩემო ლომებო.
რა თქმა უნდა, მათვისაც ცოტა არის ახლა. აქ საკმაოდ ბევრი ბელია. შიგნით კიდევ ცოტა მეტი ხორცი უნდა შევიტანოთ. ფისტუკებმა ჭამეს. ეხლა გაჩერდი. ფისტუკების ჭუჭას იგდავდებ. ფისტუკებმა ჭამეს. მათ ცოტა ხანში ისევ დავუმატებთ. აქ ძალიან ბევრი ლეკვია. მოდი ჩემო პატარა, მოდი. საიყვანე. ყველას გეყოფათ. კიდე ქვაბი სავსეა. გემრიელად მიუთვით ჩემო ვაჟკაცებო. რამდენი ძაღლია შიგნით? 2, 4, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12. 12 ცალი, მაშალა. გემრიელად მიირთვი, ჯამთელობა მოგიტანო, ჩემო ვაჟკაცებო. დესთან, შენ რატო არ ჭამე, დესთან? დესთან, ნუ იკავებ თავს, შვილო. კარგად ჭამე შენი საჭმელი, ფაშა. დესთან. დანარჩენებს ხო არ ედიდება, რა საკეთებს? პატარას უპირატესობას აძლევს. რა საკეთებ, ბიჭო? მაშალა. მინდაჩა. იქ ჩვენი პატარა. როკი არის, კიდე სხვებიც არიან. ეს არის, ყველა რიგში დგას. ეხა მეგობრებო, მე ამ დარჩენის შვილებს სწრაფად ვაჭამ. დრესაც კი კალოსი ლეკვებთან გავაცნო, კიდე ბაბუასაც გავაცნო. ლეკვებთან ისე გამოვიდა, როგორც მინდოდა, მაგრამ ბაბუასთან ვერ გამოვიდა. იმედია, დროთა განმავლობაში ცდით შევძლებთ. არ დაგავითხრნეთ ვიდეოს მოწონება და არხზე გამოწერერერა. კარგად იყავით, ნახვამდის. ჯამთელად იყავით მეგობრებო.